ერთ ჩვენი ერთ დღეს მე და ჩემი მეგობარი საზღვარგარეთ წავედით სამუშაოდ. თუმცა არც ერთი არ მოჩვდით მზად იმისთვის, რაც იქ დაგვხდა. ღმერთს დაუწყეული ხარ? ეს კატოა, ჩვენი კოორდინატორი, რომელსაც წესით ჩვენთვის სამსახური უნდა ეშოვა, მაგრამ სამსახურის მაგივრად წევლა მივიღეთ. როგორ შემეშინდა, მართლა როგორ შემეშინდა იმის, რომ ეხლა უბრალოდ მომკლავენ და ჩემი ორგანოებით ივაჭრებენ ის ადამიანები, რომლებსაც მანქანაში ჩაუსხენ. ჩავდგით თუ არა ფეხი ქვეყანაში, ჩვენი კოორდინატორი გვწერს, რომ მაგ ქალაქში აღარ არის ჩვენი სამსახური, უნდა გადავიდეთ სხვა ქალაქში და ზედმეტი კითხვების გარეშე ჩვენც გავყევით. ავტობუსის გაჩერებაზე ვიღაც კაცი გვაფრთხილებდა, რომ აქაურობა არაფრით ხდებოდა. მივედით სახლთან, დავინახეთ, რომ კარი ღია, შევდივართ, უნდა დავაკაკუნოთ და twin გაგზავნა რა ხდება? საიდან მოყვეთ? მენი აღმზრდელი და დამზრდელი ზეცად. საკმაოდ დიდი ხანი ვფიქრობდი, ეს და უნდა გამეკეთებინა თუ არა და ვფიქრობდი, როგორ მომეყოლა ეს ისტორია ისე, რომ რაღაცნაირად არ შემეშინებინა ის ადამიანები, რომლებსაც უნდათ წასვლა. წავედით იმ მიზნით, რომ შევაგროვებდი თანხას, ჩამოვიდოდი საქართველოში და გავაკეთებდი ჩემს YouTube არხს. მოდი ავიღოთ სამუშაო ვიზა და წავიდეთ უცხო ქვეყანაში სამუშაოდ. არ დავასახელებ რომელ ქვეყანაში. შევედით ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოში და ავიღეთ შენგენის სამუშაო ვიზა. დავამშვიდობეთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ოჯახს, ჩავალაგეთ ნივთები და მივფრინავთ ბედნიერები ახალი ცხოვრების მოლოდინით. ჩავდგით თუ არა ფეხი ქვეყანაში, ჩვენი კოორდინატორი გვწერს, რომ იმ ქალაქში, რომელშიც გამოგვიშვა, მაგ ქალაქში აღარ არის ჩვენი სამსახური, უნდა გადავიდეთ სხვა ქალაქში და ზედმეტი კითხვების გარეშე ჩვენც გავყევით. წავედით სხვა ქალაქში. მივედით გზაში მატარებელში გვეუბნებოდა კოორდინატორი, რომ დაგაკავშირებთ დამსაქმებელს, დამსაქმებელი გეტყვით, როგორ უნდა ნახოთ ბინა, როგორ უნდა მიხვიდეთ ბინამდე. დამსაქმებელმა მიგვასწავლა ადგილი და დაგვხვდა სრული კოშმარი, თვალებიდან არ ამომდის, რაც ვნახეთ ჩვენ მაგ დღეს. ეს ყოფილა დაწესებულება, სადაც არიან ადამიანები, რომლებიც ითხოვენ თავშესაფარს ქვეყნისგან და სადაც ასახლებენ ასევე ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ არალეგალურად. იმ წამსვე მივწერეთ დამსაქმებელს, რომ ჩვენ არ შევდივართ ბინაში და აღარც თქვენი სამსახური გვჭირდება, ჩვენ აქედან მივდივართ. რატო უთხარით უარი სამსახურზე? იმიტომ რომ შეიძლება და როცა ესეთ რაღაცას გიკეთებს ადამიანი და ესეთ სიურპრიზებს გახვედრებს, ვერ წარმოვიდგენთ წინ რა შეიძლება დავხვდეს, მაგრამ მგონი ჯობდა იმ სამსახურს და ამ საშინელ პირობებს დავთანხმებოდით, იმიტომ რომ რა გველოდა წინ ჯერ არ ვიცოდით. დავიხირავეთ სხვა კოორდინატორმა გვითხრა, რომ უნდა გადავიდეთ სხვა ქვეყანაში. ამ ქვეყანაში ლეგალურად მუშაობა შეგვიძლია. ეს საზღვარზე ვარ თითქმის გადასული, რაღაც 11 საათის გზა გვაქვს გავლილი და საზღვარზე გვაკავშირებს იმ ადამიანს, რომელმაც უნდა დაგვასაქმოს. ეს კაცი მეუბნება, რომ შენ ჩვენთან ვერ იმუშავებ, იმიტომ რომ ჩვენი ენა არ იცი. ინგლისური არ კმარა და მითიშავს ტელეფონს. თითქმის უკვე შესულები ვართ იმ ახალ ქვეყანაში, ვრჩებით გარეთ. არ ვიცით რა უნდა ვქნათ და რო გვეგონა რომ სამსახური გვაქვს, რომელიც გვაძლევს ბინასაც და უნდა ვიცხოვროთ სამსახურის ბინაში, უცებ აღმოჩნდა რომ არაფერი არ გვაქვს. ურეკავთ კოორდინატორს, რომელსაც გადავუხადეთ 200 евро და რომლის სახელსაც და გვარსაც აუცილებლად ვიტყვი და მივალ მაქამდეც. შუამავალი კომპანია ეუბნება ჩემ კოორდინატორს, რომ ჩვენ სივში ყველაფერი ჩავწერეთ, რომ არიციან ენა. დღე მეორე გვირეკავს და გვეუბნება, რომ საერთოდ ქვეყნის დასაწყისში უნდა ავიდეთ ავტობუსით, გზა ალბათ 15 საათის გასავლელია და გვეუბნება, რომ სალათების ფაბრიკა, სადაც ჩვენ უბრალოდ სალათები უნდა ავწონოთ, ჩავყაროთ ყუთში, ძალიან მსუბუქი სამუშაო, გრაფიკი დღეში 8 საათი მინიმუმ, თუ მეც იმუშავებ, მეც გადაგიხდიან, არის ღამის ცვლა, თუ ღამის ცვლაში იმუშავებ, 17%-ით მეც გიხდიან, რაც დღეში 170 ევროს გამომუშავების უფლებას გვაძლევდა და ამან ყველაზე მეტად მოგხიბლა. საკმაოდ კარგი ბინა იყო, რაც ვნახეთ, გითხრეს, რომ მარტო ვიქნებოდით ოთახში და გვექნებოდა ჩვენი სააბაზანო, რამაც ასევე მოგხიბლა. არის ღამის 3 საათი. როგორ ავტობუსში ავედით, იცით, ხალხი მარტო სახლში კევინის სცენაროა პარკში რომ შედის და ყველა არაადეკვატური ერთ სივრცეში რო იყრის თავს. აი ესეთ ავტობუსში ავედით, ერთადერთი ეგ გზა იყო, რითიც უნდა მივსულიყავით იმ ლოკაციამდე, თუმცა მივედით, მივაღწიეთ. ავტობუსის გაჩერებაზე ვიღაც კაცი გვეუბნებოდა და გვაფრთხილებდა, რომ აქაურობა არაფრით ხდებოდა. ვაბრახუნებთ კარებზე, ჩამოვიღეთ კარები, დავინახეთ, რომ იქ ფეხსაცმელები ალაგია, იქ მეორე სართულზე შუქიანთია, მაგრამ არავინ არ გამოდის. მოდის ორი ყაზახი ბიჭი, გაურკვეველი, დაბრუნებიანი მანქანით და გვთხოვენ, რომ ჩავსხდეთ მანქანაში. გზაში გვეუბნებიან, რომ უნდა
ჩამოგვართვა პასპორტები. მიდიან არნახული სიჩქარით, მიდიან ადგილასაც ერთი მანქანაც არ მოძრაობს, გარშემო არის ტყე, ვერაფერს ვერ იზავ, არ არსებობს, უცხო ქვეყანაში ხარ, არ მაქვს დასარეკი, არ მაქვს ინტერნეტი, ალბათ ერთ-ერთი შემიძლია 9-1 დავრეკო და ეგ არის პირობა არის ესეთი, რომ ჩვენ ვიქნებით ნორმალურ გარემოში, მივდივართ და გვხდება გადატიხრული თავლა, რომელშიც უნდა გავჩერდეთ, ვიცხოვროთ, რომელშიც არის აბსოლუტური ანტისანიტარია, ტუალეტი საერთო, სააბაზანო საერთო, თქვენი ხარ ხედავთ ფოტოებს, როგორი გარემო იყო იქ. ოთახში დგას საზიზღარი სუნი, იმ ღამესვე ვთქვით, რომ იქ არ გავჩერდებოდით და გვინდოდა სასტუმროში წასვლა, უბრალოდ ტაქსიც კი ვერ გამოვიძახეთ, ისეთ ადგილას ვიყავით. იმ დღეს ხელი მოგვაწერინეს რაღაც საბუთებზე, მთლად უარს ვერ ვეუბნებოდით, ვერც იმას ვეუბნებოდით, რომ წასვლა გვინდოდა, პასპორტები იქ მივეცით და ალბათ რაშიში ჭამეთ, წარმოგიდგენიათ და მეორე დღეს მოვდივართ მაგ სამსახურიდან და ჩვენი შუამავალი კოორდინატორი, ქალბატონი კატო არის ვალდებული რომ დაგვიბრუნოს 300 евро. მეორე დღეს მოვდივართ ქალაქის ცენტრში, ვქირავთ სასტუმროს, გვაქვს ერთი დღის სასტუმროს თანხა. მეორე დღეს უნდა დაგვიბრუნონ თანხა, მაგრამ გათენდა მეორე დღე და თანხას არავინ არ გვიბრუნებს. ჩვენ მოგვიწია დაჩეკაუთება და გარეთ გამოსვლა ჩვენი ბარგით. ურეკავთ ქალბატონ კატოს. კატო გითხრა რომ ნახევარ თანხას დააბრუნებს, დაგვიბრუნა და დანარჩენს დააბრუნებს მეორე დღეს. ნახევარი თანხა არის ერთი დღის სასტუმროს თანხა. გავატარეთ ის ერთი დღე სასტუმროში, მოვიდა უკვე მესამე დღე და მესამე დღეს უკვე თანხის დაბრუნების დღეა, თუმცა კატო გვეუბნება რომ სადაც ის ბრძანდება, შაბათ-კვირას ბანკები არ მუშაობს და ის თანხას ვერანაირად ვერ გადმორიცხავდა. ჩვენ ვიხსნით სიტუაციას, რომ ეს ჩვენი პრობლემა საერთოდ არ არის, ჩვენ ვრჩებით სახლის გარეშე. ალო, ხო, გისმენთ აბა? ვერ წერ, მე სამსახურში ვარ და ბევრ მესიჯებს ვერ წერ. ტონი და რაღაცა აწმოძი. ჩემი შვილის ტოლა ხარ და ჩემი შვილი რო ეგეთი არ არის, მაგიტომ ძალიან მწვენია. ჩემი შვილის ტოლა ხარ და კატო მარტო რატო ნიშნობა შვილის ტოლა რო არ დასრული ადამიანი 21 წლის ადამიანი ვარ, დასრული ჩვეულებრივ. და როგორც ელაპარაკე, ჩვენ დედაშვილი არ ვართ და თანამშრომლობთ თანხას ჯერ ერთი. ხო, მე არ გამოვიდა, დაგხვდა ის რაც დაგხვდა, წამოვედით და გვიბრუნებთ თანხას. დაპირება არის რომ დილის 10 საათიდან დაგვიჯდება თანხა. და არის რომელი საათი, ახლა დახედეთ თქვენ თვითონ დროს მართლა, ნუ გადამრიეთ რა. წაგებული ბეზალოკა კი არ მქონდა. მე მაქვს აბეზალოკა კაცო, რჩები სახლის გარეშე, რა მნიშვნელობა აქვს, რატო არ დაირიცხა თანხა? სახლის გარეშე რჩები. რასაც ქვია, რჩები სასტუმროში და მაგ გადასახდელი. აგიხსენით 1000-ჯერ. 200 евро არის დაირიცხული. 100 ევროც დაირიცხოს ეხლავე, საერთოდ არ მაინტერესებს. დაირიცხოს ეხლავე. ღმერთს დაუწყეული ხართ რა? twin გაგზავნდათ რა ხდება? საიდან მოყვება? მენი აღმზრდელი და გამზრდელი ზეცად. პატარა ნოუთი ადამიანებისთვის, რომლებიც რაღაცნაირად ზუსტად ვიცი რომ გაამართლებენ ამ ვოისების მერე ამ კატოს. ამ ადამიანმა ორი ახალგაზრდა კინაღამ დაგტოვა ქუჩაში, შუა უცხო ქვეყანაში, შუა ევროპაში. შესაბამისად, მთელი ეს ჩემი ემოციური საუბარი მის მიმართ და მთელი ეს ყვირილი, რასაც ვერ ვიტან ცხოვრებაში, რაც არ გადაუჯერებელი იყოს, კონფლიქტები მეზიზღება ყველაზე მეტად, მაგრამ ეს იყო ჩემი დაგროვებული ბრაზი იმ ყოველფრის მიმართ, რასაც როგორც ის ლაპარაკობდა ჩვენთან მანამდე. აბსოლუტურად დამამცირებლად, აბსოლუტურად მანიპულირებდა, რომ ხართ ჩემი შვილის ტოლები. მინდა გითხრათ ადამიანებს, რომლებსაც ხშირად გესმით ესეთი ფრაზები, ამაზე უნდა გაბრაზდეთ, იმიტომ რომ მოისმენდით ფრაზას, როცა ვეუბნები, რომ ჩვენ დედაშვილი არ ვართ, ჩვენ თანამშრომლობთ. ზუსტად ეს იყო ის, რამაც კატოს აგზნობინა, რომ ეხლა უნდა მოერგო რაღაცა უსუსური გოგოს როლი, როგორ ელაპარაკება რაღაც თავხეთ ბავშვებს თუ რაღაცა, რა თქმა უნდა, ამას არავინ ნორმალური არ გაუტარებს. მე აბეზალოვკა კი, იმიტომ რომ სასტუმროს გარეშე ვრჩებით ქუჩაში, საჭმლის ფული არ გვაქვს და ვერ ვისესხებთ ფულს. ანუ ჩვენ კუთვნილს ვითხოვთ, შენსას ხო არა? ხო, ლოგიკურია. მოკლედ გავაგზავნოთ, ნახოთ რა მოხდა შემდეგ. აი ამ ყველაფრის შემდეგ ქალბატონმა კატომ დააბრუნა თანხა, ჩვენ მე აღმომაჩნდა ნათესავი სხვა ქალაქში, დავრჩეთ ჩემს ნათესავთან და ამასობაში ქალბატონი კოორდინატორი, რომელსაც 500 евро გადაუხადეთ, გვპოულობს ახალ სამსახურს. მეორე დღეს მივდივართ სამსახურში, მუშაობთ, ვიგებთ რომ ძალიან რთული ფიზიკური სამუშაოა, თუმცა რა გაიწყობა, ჩამოსულები ვართ უკვე, ვიზა გვაქვს, მუშაობა გვაქვს დაწყებული, ამდენი ვიწვალეთ, უკვე ერთი თვეა იქ ვართ და რა თქმა უნდა, უნდა გავჩერდეთ და ვიმუშაოთ. ვიგებთ რომ თურმე არათუ საათში 10 ევროს, არამედ ერთ გადათრეულ ყუთში ვიღებთ 8 ცენტს, რაც არის დამცინავი თანხა.
ვიგებთ რომ სულ რომ დღეში 1005 გადავზიდოთ, რაც არის ფაქტობრივად შეუძლებელი, დღეში გამოგვდის 28 ევროს გამომუშავება, რაც რა თქმა უნდა, უბრალოდ სახლის თანხასაც კი ვერ დავფარავდით, სადაც ცხოვრობდით იმ სახლის. რა თქმა უნდა, მეორე დღეს უთხარით რომ აქედანაც მივდივართ და მოკლედ მოხდა ისე რომ მოგვიწია სახლში დაბრუნება. არავინ საერთოდ არ დაგვიბრუნა ჩვენი არც ერთი თეთრი. საქართველოში ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში მხდება ერთი გოგონას ვიდეო, რომელიც ყვება აბსოლუტურად იგივეს ამ ქალბატონზე, რომელზეც მე ვსაუბრობ და ეს ქალბატონი არის ოლგა პეტრიაშვილი. რომელზეც გავიგეთ რომ დაუჭერიათ როგორც ეს გოგო ამბობს და როგორც ეს გოგო ამბობს მიითვისა სხვისი 2500 ევრო, ანუ ჩვენ კიდე კარგ დღეში ვყოფილვართ. რა შიშიც ჩვენი გვჭამეთ და რა უსამართლობაც ჩვენი განვიცადეთ და რა უსამართლობაც ამ ადამიანებმა განიცადეს, ეს არის ინით აღუწერელი. არასდროს არ დამოვიწყდება ის გრძნობა, როგორ შემეშინდა, მართლა როგორ შემეშინდა იმის რომ ეხლა უბრალოდ მომკლავენ და ჩემი ორგანოებით ივაჭრებენ ის ადამიანები, რომლებსაც მანქანაში ჩაუსხე. დავბრუნდი საქართველოში, დავიწყე სერიალის გაკეთება, რატომღაც მეგონა რომ ვინმე დამაფინანსებდა, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. საბოლოო ჯამში ეს ვიდეო ატარებს ერთ-ერთ მიზანს, რომ გთხოვოთ დონაცია, ძალიან მინდა ჩემი YouTube არხის გაკეთება და ძალიან მინდა ჩემი ისტორიების მოყოლა შემეძლოს. ამისთვის მინდა გთხოვოთ დამიდგეთ გვერდში მითითებული მაქვს ანგარიშები, თქვენ ჩარიცხული 1 ლარიც მართლა მომცემს იმის საშუალებას, რომ არ ვიცი, ცხოვრება გავაგრძელო. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის იმ რამდენიმე ადამიანის მიერ ჩარიცხული 1 ლარიც კი, რომლის მეშვეობითაც კამერის შტატივი ვიყიდა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თითოეულ თქვენთაგანს. რაღაცნაირად ჩემი მიზანია შევაგროვო 1000 ლარი. 1000 ლარი ეს არის იმისთვის, რომ გადავიღო თუ როგორ გავდივარ ქუჩაში, უცხო ადამიანებს ვთხოვ, რომ მომიყვნენ მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი და ჩუმად მათ სურგს უკან გადავიღო სიურპრიზად მათთვის მათზე ფილმი და ეს ძალიან კარგად მუშაობს და ეს თქვენც ნახეთ და თუ ვერ მეხმარებით თანხით ძალიან გთხოვთ, რომ ეს ვიდეო გააზიაროთ მაინც. დიდი მადლობა. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ამ ფორმატით აღარ შევხვდებით.